მოსკოვისა და კიევისთვის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ვადა ამოიწურა, თუმცა სამშვიდობო დოკუმენტზე ხელი ჯერ არც ერთ მხარეს მოუწერია. ეს იმიტომ, რომ სამშვიდობო დოკუმენტის შეჯერება მადლიერების დღისთვის ვერ მოხერხდა. რთული პროცესია. სწორედ ამიტომ უკვე გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა მიანიშნა, რომ მკაცრ ვადებს აღარ აწესებს. პროცესი გრძელდება და როგორც ვაშინგტონში ამბობენ წარმატებითაც. ომის დაწყების დღიდან ახლა დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ყველაზე ხელშესახები გარღვევაა. თეთრ სახლში უახლოეს დღეებში ელიან უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან იმ დარჩენილ მგრძნობიარე საკითხებს განიხილავს, რომელიც სამშვიდობო გეგმის ფარგლებში ჯერ ისევ შეუთანხმებელია. დონალდ და მელანია ტრამპებსა და სრულიად ამერიკას ვულოცავ მადლიერების დღეს. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელმაც ამდენ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა უკრაინაში და დაგვეხმარა ჩვენ დაგვეცვა ჩვენი დამოუკიდებლობა. მოხარული ვარ, რომ გვაქვს კონსტრუქციული ურთიერთობა, მომავალში ველით უფრო პოზიტიურ განვითარებას დიპლომატიური მიმართულებით, რათა საბოლოოდ დავასრულოთ რუსული ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. გულწრფელად გვჯერა, რომ ღირსეული მშვიდობა და გარანტირებული უსაფრთხოება ჩვენი საერთო მიღწევა იქნება. უკრაინული მხარე დაინტერესებულია კონტაქტებით უმაღლეს დონეზე პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, რადგან არსებობს მგრძნობიარი საკითხები, რომლებიც მხოლოდ უმაღლეს დონეზე შეიძლება გადაიჭრას. უახლოეს მომავალში მომლაპარაკებელი ჯგუფების შეხვედრა იგეგმება. რას ველით? კონკრეტულ შედეგებს. ისეც, რომ პროგრესს მივაღწიოთ. ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. უკრაინას არაერთხელ უჩვენებია, რომ სურს მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას. ვიდრე დოკუმენტის ჩამოყალიბება ფინალურ სტადიაზე გადავა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის დრო დაზუსტდება, მოსკოვში გასაფრენად ემზადება დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი, რომელიც ამერიკის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო გეგმას კრემლში პირადად ვლადიმერ პუტინთან განიხილავს. მანამდე გეგმა მედიასთან განიხილა თავად პუტინმა, რომელმაც ფრონტის ხაზზე არსებულ მიღწევებზე ისაუბრა და საომარი განწყობებით საკმაოდ ღიად გამოავლინა. თუ უკრაინის საჯარისო დანაყოფები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, აი მაშინ შეწყდება საბრძოლო მოქმედებები. არ დატოვებენ და ამას შეერაღებული გზით მივაღწევთ. რაც შეეხება სამშვიდობო გეგმას, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემს ვიზიტამდე ამ საკითხებს ამერიკულ მხარესთან განვიხილავდით. ამის შემდგომ შეიქმნა ის პირველადი შესაძლო შეთანხმებათა 28 პუნქტიანი სია. ჩვენ გავეცანით მას. ამის შემდეგ მოხდა ჟენევაში უკრაინასა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის შეხვედრა, სადაც მათ გადაწყვიტეს, რომ ეს 28 პუნქტი 4 ნაწილად დაეყოთ. ეს ვერსია გადმოგვეცა და ჯამში ვეთანხმებით, რომ შესაძლოა მათი სამომავლო შეთანხმების საფუძვლად გამოყენება. საბოლოო ვარიანტები არ არის და მასზე საუბარი ჩემი მხრიდან არასწორია. ზოგიერთ საკითხს პრინციპული ხასიათი აქვს. ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ითვალისწინებს ზოგიერთ ჩვენს პოზიციას ან კორიჯამდე შეხვედრამდეც და შემდეგაც. სადღაც უნდა დავსხდეთ და განვიხილოთ ისინი, გადავიტანოთ დიპლომატიურ ენაზე. ამ დოკუმენტის თითოეული საკითხი ცალკე მიმართულებაა და მათზე სერიოზული განხილვისთვის მზად ვართ. სწორედ ამ მიზნით შემდეგ კვირას ამერიკული დელეგაცია მოსკოვში ჩამოვა. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ამ დროისთვის გეგმა მხოლოდ არაოფიციალური არხებით მიიღეს. საწინააღმდეგოს ამბობს ბლუმბერგის ჩანაწერები, რომლებიც სტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გეგმა რუსეთის მიერაა შედგენილი და ის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ გეგმად წარმოაჩინა. ამ საკითხზე სპეკულაციებს მხარეები ოფიციალურ დონეზე თავს არიდებენ. ის, რასაც მოსკოვში ღიად ამბობენ, უცვლელია. ეროვნულ ინტერესთან დაკავშირებულ საკითხებზე დათმობები არ იქნება. საკვანძო საკითხებზე ჩვენი მიდგომების თვალსაზრისით ვერანაირ დათმობებზე საუბარი ვერ იქნება. ხაზს უსვამთ, რომ ანკორიჯში პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის შეთანხმებული რამდენიმე ელემენტი თავის მხრივ უკვე იყო კომპრომისი. სწორედ ესაა ბაზა, რომელსაც ვეყრდნობით და რომლის ერთგულებით ვართ. ჩვენ ვაკვირდებით ოფიციალური პირების განცხადებებს და ხაზს უსვამთ, რომ არსებობს ემოციური ფონი, რომელსაც დასავლეთში პროცესის ირგვლივ განზრახ ეწყობა ხელი. დიპლომატია სიჩუმეს სჭირდება და ის ეფექტურია, როდესაც გარე ჩარევების რისკი მოხსნილია. მედია კი აქ გამოიყენება როგორც იარაღი საინფორმაციო ომში. არ ვართ მზად იმისთვის, რომ განვიხილოთ მიმდინარე პროცესების დეტალები ან ამ გეგმის სხვადასხვა ვერსიები. ამას სჭირდება დრო და ყურადღება. ვიდრე მოსკოვი დროსა და ყურადღებას ითხოვს, უკრაინაზე იერიშებს აქტიურად აგრძელებს. უტევს არამხოლოდ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც. ხერსონში დრონების თავდასხმას მსხვერპლი მოხვა, მათ შორის იყო 6 წლის ბავშვი. მსხვერპლი იყო სუმის ოლქშიც. თავდასხმა იყო ოდესაზეც.
ფრონტის ხაზზე რუსეთის პოზიციების გაძლიერება დამატებითი საფუძველია შტატებისთვის უკრაინას სამშვიდობო დოკუმენტზე ხელმოწერის მიზნით დააჩქაროს. New York Times-ი წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მდივანი დენ დრისკოლი ამ არგუმენტს დასავლელ ლიდერებთან საუბრის დროსაც იყენებდა, რომ რუსეთი შორი მოქმედების რაკეტის რაოდენობას ზრდიდა. დახურულ კარს მიღმა საუბრებზე აკეთებს აქცენტს გამოცემა პოლიტიკოც, რომლის ინფორმაციითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ევროპელ დიპლომატებს თავაზობს, რომ უკრაინაში ჯერ ცეცხლი შეწყდეს და მხოლოდ შემდეგ მიენიჭოს ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიები. თავად ევროპელებისთვის უსაფრთხოების გარანტიები საკვანძო საკითხია, რადგან პირველ რიგში მათ ეხებათ და ამას ყველა პლატფორმაზე იმეორებენ. ომის დასრულების პირველი ნაბიჯი დაუყოვნებლივ და უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს. თუმცა ამჟამად ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ რუსეთი მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის. რუსეთი არ ამცირებს თავის სამხედრო ძალისხმევას, არამედ აძლიერებს მას. ჩვენ იმ ვითარებიდან, სადაც რუსეთი ვითომ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, იმ სიტუაციამდე უნდა გადავიდეთ, სადაც მათ მოლაპარაკება სჭირდება. უსაფრთხოების გარანტიებზე დიდი სამუშაო ჩატარდა, მათ შორის საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ, მაგრამ რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიები? ჩვენ გსურს დავწმუნდეთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იყოს მყარი და ხანგრძლივი. პირველი ელემენტი არის ცეცხლის შეწყვეტის შესრულების მონიტორინგი კონკრეტული მექანიზმების საშუალებით. ამ სამუშაოს ჩავატარებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან ერთად. ეს არის გზა, თუ როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა მომავალი აგრესიისგან. ჟენევაში მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ ვერ იარსებებს შეზღუდვა უკრაინის ჯარისათვის. ჩვენ დავგეგმეთ ყველაფერი, რაც საჭიროა ამგვარი გარანტიისთვის. დიახ, ჩვენ გსურს ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, მაგრამ შეთანხმება დიდ ძალებს შორის უკრაინისა და ევროპის გარეშე ვერ იქნება რაიმე ხელშესახების და მდგრადი საფუძველი. ამიტომაც ვართ ერთიანი და ვდგავართ უკრაინის გვერდში. არ შევწყვეთ ამ მხარდაჭერას და მათ მხარს დავუჭერთ, რა დროც იქნება საჭირო. აგრეთვე გსურს რუსეთის გაყინული აქტივები ამ მიზნებისთვის გამოვიყენოთ. გალბატონებო და ბატონებო, პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ ვერ მოიგებს ამ ომს ევროპელების თავისუფლებისა და მშვიდობის ხარჯზე. ევროპა არის სუვერენული აქტორი, საკუთარი ინტერესებითა და ღირებულებებით. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი შეიძლება ხვალვე შეწყდეს, თუ იერიშებს შეწყვეტს თავად რუსეთი, რომელიც ძალადობს საერთაშორისო სამართალზე. თუ ის გაიყვანს ძალებს უცხო ქვეყნიდან, ომი ხვალვე დასრულდება. Kein Wort davon bei dem ersten Beitrag, den wir heute Morgen gehört haben. ხანგრძლივი განხილვების მიუხედავად, საჯარო სამშვიდობო გეგმის ირგვლივ მაინც ცოტა საკითხით ურჩება. არსებობს დასტური იმის თაობაზე, რომ თავდაპირველად 28 პუნქტად დაყოფილი სამშვიდობო ხელშეკრულება ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სავარაუდოდ 19 პუნქტამდე შემცირდა, რითიც ამერიკული და უკრაინული მხარეები კმაყოფილებით ჩანდნენ. თუმცა ახლა გეგმის ირგვლივ ყველა კრემლის შეფასებას მოელის, რომელმაც მიმდინარე კვირას უკვე მიანიშნა, რომ თუ დოკუმენტიდან რუსეთისთვის მნიშვნელოვანი პუნქტები იქნება ამოკლებული, ეს სიტუაციას პრინციპულად შეცვლის.